სულ მალე პარლამენტთან დაიწყება აქციის მონაწილეები უკვე შეკრებას იწყებენ. ახლა ამ წუთებში საზოგადოებრივ მაუწყებელთან არიან შეკრებილები და იქიდან მსვლელობით წამოვლენ აქეთ. ჩვენ როგორც თქვენც ის არის ცნობილი, ყოველთვის ვეძებთ ახალ სახეებს და ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია თუ რატომ დგანან დღეს აქ მოქალაქეები და რას აპროტესტებენ უბრალო ადამიანები, რომლებიც აქ არიან და აი ზუსტად მოდით გავესაუბროთ ამ ადამიანებს. გამარჯობა. ესენი არიან ოჯახი, რომლებიც უკვე აქციის დაწყების დღიდან დღემდე დგანან აქ. მოდით გავიცნოთ ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით, მარიამ ბალიაშვილი. დავით ფეიქრიშვილი. ვაპროტესტებთ ჩვენ არჩევნების გაყალბებას, მშვიდობიანი ადამიანების დაპატიმრებას, მათზე ძალადობას და ვითხოვთ ახალი ლეგიტიმური არჩევნების ჩატარებას და ადამიანების გათავისუფლებას. მითხრეს, რომ თქვენ ხართ ოჯახი, რომლებიც აი ამ აქციების მსვლელობის პერიოდში დაზარალდით და რამდენადაც ვიცი, მარიამ სამსახურის პრობლემებით შეგექმნათ. დიახ, მე ვარ პედაგოგი, ორ სკოლაში მუშაობდი რამდენიმე წლის განმავლობაში. ღიად ვაფიქსირებდი ჩემს აზრს. სხვათა შორის 2021 წელს არჩევნებში მონაწილეობდი, კომისიის წევრი ვიყავი და შევესწარი გაყალბების მცდელობას. 24 წლის შემოდგომით უკვე რომ შემომთავაზეს არჩევნებში მონაწილეობა, მე რა თქმა უნდა უარი ვთქვი. ვაფიქსირებდი ჩემს განსხვავებულ აზრს, სკოლიდან იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა და იძულებული გამხადეს, რომ მე იგი დამეტოვებინა და წამოვედი სკოლიდან. გამისცოდნენ ფიზიკურად 28-29 ნოემბერს ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. მქონდა მოტეხილობა, გამიტეხეს წვირი, მქონდა ჩაქცევები, უამრავი. იმიერიდან ვდგევარ ისევ აქ პირველი დღიდანვე და ვიდგები ბოლომდე, იმიტომ რომ ჩემი შვილის მომავალი წყდება აქ რუსთაველზე. მე ყოფილი ჯარისკაცი, ომის ვეტერანი, კარგად ვიცი თავისუფლების ფასი და სამშობლოს სიყვარული. დიახ, ამის დამადასტურებელი ფოტოსურათი მე მაქვს, შემიძლია კიდევ გაჩვენოთ კიდეც. ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად სხეულზე მიყენებული დაზიანებები. დღეს, როდესაც მოქალაქეების უმეტესი ნაწილი, რომლებიც აქციაზე დგანან, სრულიად დაუცველები არიან, უფრო მეტად გრძნობენ ამ ყველაფერს და მით უმეტეს, რაც ეს ახალი კანონები ამოქმედდა, უფრო მეტად დაუცველობის გრძნობა გეუფლებათ. მაინც აპირებთ აქციაზე ყოფნას და ბოლომდე მიყვანას საქმის? კი, რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან ვდგავართ მე და ჩემი მეუღლე ხალხთან ერთად. მიუხედავად ფიზიკური ზეწოლისა და ბევრი არასესიამოვნო ფაქტისა, დღემდეც ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ ჩვენ ამ ბრძოლას. ისე ვიდგები აქ ბოლომდე, სანამ მშვიდობა არ დამყარდება და ახალი არჩევნები არ ჩამოყალიბდება. მადლობა, ძალიან დიდი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენც ისევე როგორც ხვებს, მაინც არ მოუწევს, რომ ჩაალაგოს ჩემოდანი. ჩვენ ახლა გადავიდეთ, კიდევ გადავინაცვლოთ და ვნახოთ თუ რა ხდება აქციაზე.